მოგესალმებით მეგობრებო, ეთერში საუბრის სივრცეა, მე მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში მინდა ვისაუბროთ თემაზე, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდები ბოლნისიდან. ბოლნისი პატარა ქალაქია, სადაც თითქმის ყველას იცნობს. აქ ადამიანები ერთმანეთის სახელებით ესალმებიან, აქ ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ მაინც ბოლო წლებია ერთი კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის. რატომ მიდიან ახალგაზრდები ბოლნისიდან? ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი ადამიანის ისტორია. ან თუნდაც მხოლოდ ერთი რეგიონის პრობლემა. ეს არის საერთო სურათი, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება ჩვენს თვალწინ. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქალაქს ტოვებს და უკან დაბრუნება ხშირად აღარ სურთ. პირველი და ყველაზე ხშირი მიზეზი ალბათ განათლება არის. ბოლნისში ახალგაზრდებს არ აქვთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რადგანაც უნივერსიტეტები მხოლოდ მთავარ ქალაქებში არის. როგორც კი ახალგაზრდა სწავლას იწყებს, იქვე იწყებს ახალ ცხოვრებას. ახალი გარემო, ახალი მეგობრები, მეტი არჩევანი და ბოლნისი ნელ-ნელა შორეულ ადგილად იქცევა. მეორე მიზეზი დასაქმებაა. ქალაქში სამუშაო ადგილების სიმცირე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ახალგაზრდებს უნდათ განვითარება, კარიერული ზრდა, საკუთარი თავის რეალიზება, მაგრამ ხშირად არჩევანი ძალიან შეზღუდულია. ბევრი პროფესია ბოლნისში უბრალოდ არ არის მოთხოვნადი ან ანაზღაურებადი. ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება ისეთი დაბალია, რომ ახალგაზრდები მომავალს ვეღარ ხედავენ. მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი სოციალური და კულტურული სივრცის ნაკლებობაა. ახალგაზრდებს სჭირდებათ ადგილები, სადაც შეძლებენ იდეების გაცვლას, განვითარებას, გართობას, თვითგამოხატვას. როცა ქალაქში არ არის საკმარისი კულტურული ღონისძიებები, ახალგაზრდული სივრცეები, ტრენინგები ან ინიციატივები, ახალგაზრდები თავს გრძნობენ შეზღუდულად. არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. ეს არის პერსპექტივის განცდა. ახალგაზრდებს სჭირდებათ შეგრძნება, რომ მათ ქალაქში რაღაც ხდება, რომ მათ აქ მომავალიც აქვთ და როცა ყოველდღიურობა ერთფეროვანი ხდება და ცვლილებების იმედი იქნება, წასვლა ბუნებრივ გადაწყვეტილებად იქცევა ხშირ შემთხვევაში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლნისი მხოლოდ პრობლემებისგან არ შედგება. აქ არის ისტორია, კულტურა, ბუნება, ადამიანები, რომლებიც ქალაქს გულით ატარებენ. არიან ახალგაზრდებიც, ვინც რჩება, ქმნის მცირე ბიზნესს, იწყებს სოციალურ ინიციატივებს და ცდილობს ცვლილება შიგნიდან მოიტანოს. კითხვა კი შემდეგში ჟღერს დღეს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდებს ბოლნისში დარჩენის სურვილი გაუჩნდეთ? პასუხი მარტივი არ არის, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ახალგაზრდების ხმა უნდა ისმოდეს. მათ უნდა ჰქონდეთ ჩართულობის განვითარების და რეალური ცვლილებების შესაძლებლობა. ბოლნისის მომავალი სწორედ ამ ახალგაზრდებზე გადის. თუ ისინი წავლენ, ქალაქი დაცარიელდება იდეებისგან, ენერგიისგან და სიცოცხლისგან. თუ ისინი დარჩებიან, ბოლნისი გაიზრდება მათთან ერთად. მხოლოდ ეს კითხვა არ არის, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდები ბოლნისიდან. კითხვა ისიც არის, როგორ შევქმნათ ბოლნისი, საიდანაც წასვლა აღარ იქნება აუცილებლობა, არამედ არჩევანი იქნება. მაშინ როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდების წასვლაზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ან განათლების პრობლემა. ეს არის შეუცნობელი სიცარიელე, რომელიც ჩნდება, როცა ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მისი ხმა არ ისმის, მისი იდეები კი ვერ ფასდება და ამ იდეებს განვითარება არ უწერიათ. ბოლნისში დარჩენილი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ქალაქის აღქმა. პატარა ქალაქებში ხშირად მშობლებისა და საზოგადოების ზეწოლა იგრძნობა. შენი გზა ეს არ არის, სადღაც სხვაგან შეგიძლია უკეთესად განვითარდე. ან თუნდაც ბოლნისი პატარა ქალაქია და აქ ისე ვერ მოიქცევი, როგორც შეგინდა. თუმცა რეალურად ახალგაზრდები ხვდებიან, რომ მათი გზა სხვა მხარეს იწევს და ის გადაწყვეტილება, რომ წავიდნენ, ხშირად გამართლებული არა, არამედ გონივრული არჩევანია საკუთარი მომავლისთვის. ასევე უნდა გავიხსენოთ სოციალური ქსელები და მედია. დღეს როცა თითქმის ყველა ახალგაზრდას სმარტფონი აქვს, ისინი ხედავენ უფრო დიდ, უფრო მრავალფეროვან სამყაროს, რომელსაც ბოლნისი სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ უტოლდება. დიდი ქალაქების სიმრავლე, კარიერული შესაძლებლობები, კულტურული ცხოვრება, ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ პატარა ქალაქი მათ აღარ სთავაზობს საკმარის სივრცეს, რადგანაც როდესაც ადამიანი იზრდება, ნელ-ნელა უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს და უფრო მეტი სივრცე სჭირდება ამ ყველაფრისთვის. მაგრამ აქ არის მეორე მხარეც, რა თქმა უნდა, პოტენციალი ბოლნისის მისაღებად. ბევრი ინიციატივა, მცირე ბიზნესი, კულტურული ღონისძიება და ახალგაზრდული პროექტი უკვე არსებობს. უბრალოდ მათი ხილვადობა დაბალია. თუ საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლება და მედია ერთობლივად დაიწყებენ ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას, ეს შესაძლოა სულ სხვანაირად გადახედოს
ამ ყველაფერმა შეიძლება სულ სხვანაირად დაანახოს ახალგაზრდას ქალაქი და მისი მომავალი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ეს არის ბოლნისის ოჯახური სტრუქტურა. აქ თითქმის ყველა ოჯახის წევრი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობს. ეს არის სითბო, მხარდაჭერა და ერთგვარი უსაფრთხოების გრძნობა. მაგრამ ზოგჯერ ესეც შეიძლება იყოს შეზღუდვა. ახალგაზრდებს სჭირდებათ სივრცე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მისაღებად, ახალ გამოცდილებებთან შეხვედრა. საბოლოოდ მთავარი გზავნილი არის ეს: ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალგაზრდების ენერგია, იდეები და ხმები. ისინი ვერ დაბრუნდებიან მხოლოდ იმით, რომ ჩვენ ვამბობთ დარჩი. მათ სჭირდებათ შესაძლებლობები, მხარდაჭერა, სივრცე, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა და განვითარება. მხოლოდ ერთი ახალგაზრდის მაგალითით რომ იმსჯელოთ, მე მინდა ჩემი მაგალითი მოგიყვანოთ. მე როდესაც სკოლა დავასრულე და გადავწყვიტე რომ უკვე ქალაქში გადასვლის დრო იყო, როდესაც გადავედი უკვე უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, მართლაც იქ ძალიან ბევრი შესაძლებლობა დამხვდა ჩემთვის სხვადასხვა სამუშაო გარემო, სადაც შემეძლო რომ ამირჩია სად ვიმუშავებდი სწავლასთან შეთავსებით. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სამუშაო სივრცე ბოლნისში, სადაც სწავლასთან ერთად იმუშავებენ თუნდაც 16 სკოლის მოსწავლეებიც, ანუ 17 წლის მოსწავლეები, რომლებსაც სურთ რომ ბოლო წლები, როდესაც აბიტურიენტები არიან, სწავლასთან ერთად სამსახურიც ნახონ და იმუშაონ. ვფიქრობ რომ როდესაც ბოლნის დიდი შესაძლებლობა აქვს და ამ შესაძლებლობას ვუყურებთ ჩვენ ახალგაზრდები, მაგრამ პოტენციალს ვერ ვხედავთ, უფრო გული გვწყდება ამაზე და თითქოს ხელჩაქნეულები ვართ, რადგანაც მაინც არ ველით არაფერს, რომ არ შეიცვლება არაფერი, მაგრამ ალბათ ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, რომ ჩვენ შევქმნათ ამ ადგილას რაღაც ახალი, რაც ახალგაზრდებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მე რა თქმა უნდა მიწევს ხშირად ბოლნისში ჩამოსვლა სხვადასხვა პროექტებიდან გამომდინარე და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალასაც ამაში ვხედავ, რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციები არის ის ძალა, რომლებიც ახალგაზრდებს რეგიონებში უქმნიან სხვადასხვა შესაძლებლობებს. ხშირად შეიძლება ეს იყოს ანაზღაურებადი სამუშაოც, მაგრამ მოხალისეობრივი შესაძლებლობები ძალიან ბევრი გვაქვს ამ მხრივ, რადგანაც მოხალისეობრივი შესაძლებლობა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წინარე ისტორია არის ჩვენი, პირადად ჩემი, რომ შემდეგ სხვადასხვა კარგ სამსახურში ან თუნდაც კარგ პროექტებში მქონდეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება თუ ბოლნის შევუქმნით ისეთ ასე ვთქვათ, სივრცეებს ჩვენ პირადად ახალგაზრდები, რომლებიც ისევ იმ სხვა ახალგაზრდებისთვის იქნება შექმნილი და მათთვის იქნება ძალიან კარგი და ახალი შესაძლებლობა. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვისმენდით და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.